ვიცხოვრებით, ყოველთვის ვიცხოვრებდი და ვიცხოვრებ თბილისში, მაგრამ ძალიან დიდხანს შემიძლია გავჩერდე საფრანგეთში. სიამოვნებით ვიცხოვრებდი საქართველოში, სადაც ცხოვრობდა ნიუ-იორკში. სიამოვნებით ვიცხოვრებდი რამე პატარა კუნძულზე. სადაც მზეა ზღვარი და სადაც შეიძლება შორტებით იარო. სამუდამოდ ვერსად ვერ ვიცხოვრებ, მაგრამ თუ სამე ვიცხოვრებ, თბილი ქვეყანა უნდა იყოს, მზე უნდა იყოს სულ. ბრაზილიაში მაგალითად. ბრაზილიაში. სიამოვნებით ვიცხოვრებდი საფრანგეთში. საქართველოში ვიცხოვრებდი სიამოვნებით სულ და ასევე სიამოვნებით ვიცხოვრებდი ლონდონში, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც მე პირადად ნოსტალგიის გრძნობა არ გამჩენია, სხვა ყველგან გამიჩნდა. სიამოვნებით ვიცხოვრებდი რიო-დე-ჟანეიროში, იქ სადაც სულ მზეა. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ესპანეთში, აი ჩემი ოცნების ქვეყანაა. არც ერთ ქვეყანაში არ ვიცხოვრებდი საქართველოს გარდა დიდი ხანი. თუ ჩავთვლით იმას, რომ წესრიგი მიყვარს ძალიან, ამ ხრივ ვიცხოვრებდი გერმანიაში. რომელ ქვეყანაში ვიცხოვრებდი და კუბაში. ვიცხოვრებდი თუ გადამისროლებდა ჩემი ბედიყვალი ალბათ აზიურ ქვეყნებში. ხანდახან წავიდოდი ხოლმე რომში. რაღაცნაირად მიზიდავს საქართველოს, რომ ვერ ჩერდები დიდხანს ვერსა. მე აქ მომწონს ცხოვრება. სიამოვნებით ვცხოვრობ საქართველოში. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასევე საფრანგეთში. წვალება აქ ცხოვრება, მაგრამ ვერსად ვერ წავალ. ვიცხოვრებდი საქართველოში, ოღონდ უფრო ცოტა განვითარებულ საქართველოში 1 საუკუნის მერე სიამოვნებით. თვლი რომ ვარ იღბლიანი, იმიტომ რომ რა საქმესაც ხელი მოუკიდე სხვადასხვა ეტაპზე ჩემი ცხოვრების, ყველაფერი წარმატებულად და კარგად გამომივიდა. იღბლიანი ნამდვილად ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება მე მგონი რაღაც იღბლიანად მიდის. იქიდან გამომდინარე თუ რას ვაკეთებ, საიდან მოვდივარ, ყველაფერში რაღაცნაირად მიმართლებ. მე მგონი იღბლიანი ვარ, მაგრამ ალბათ ეს 80%-ით. თქვათ რაღაც აი ლატარია ან რაღაც აი ეგეთი რაღაცები არასდროს არ მომიგია. რამდენიც არ უნდა მეყიდა, სულ არასდროს არ მომიგია. თითქმის ყველაფერი გამომივიდა და ეხლა რაც კიდე მინდა, ალბათ თანდათან გამომივა. იღბლიანი ვარ რა. ჯინიანი კი ვარ რა. ვისი მიღწევას მინდა ძალიან მწვალოთ და იღბალი აი ნაკლები. აუცილებლად ვარ იღბლიანი და ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ ბედის ვარსკვლავის, რომელზეც გამიჩნდა. იღბლიანი ნამდვილად ვარ. ბავშვობიდან თუ რაიმე სურვილი მქონდა, ფაქტიურად მე სურვილი განვახორციელებ. ისე არასდროს ისე არ მიმართლებს, რომ აი თქვა, რომ აი ეს ყველაფერი ისე უბრალოდ მოვიდა. იღბლიანი ვარ. თან ისე დიდი იღბალი მაქვს, ყველგან მიმართლებს. ვერასდროს ვერ ავითვისებ მათემატიკას და ფიზიკას და ქიმიას. ფიზიკას და მათემატიკას. ვერასოდეს ვერ ავითვისებ კიბერნეტიკას. ვერასოდეს ვერ ავითვისებ ქიმიას და ფიზიკას, იმიტომ რომ საშინელად არ მიყვარს. ვერ ავითვისებ კვანტურ ფიზიკას. ასე მგონია რომ ვერასოდეს ვერ ავითვისებ კოსმოსური ხომალდის მართვას. ვერასდროს ვერ ავითვისებ კასკადიორობას. ხაზვა, მაგალითად ვერასდროს ვერ ავითვისებ, იმიტომ რომ სულ ორიანი მყავდა და ორიან ციკით ვერ წავედი. საერთოდ ვერასოდეს თქმა არ მიყვარს. ყველაფერი კარგად გამომდის, მაცივარიც გამიკეთებია, სანტექნიკის პრობლემებიც მომიგვარებია მე თვითონ სახში, ელექტრონული პრობლემებიც. მანქანის ტარებას ვერ ავისტვისებ ვერასოდეს, თხილამურებზე ვერ შევდგები ვერასოდეს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ყველაფერს აითვისებს თუ მოინდომებს. ვერასდროს ვერ ავითვისებ ცურვას. ვერასოდეს ვერ ავითვისებ ჰოკეის თამაშს. მეგონა რომ მათემატიკას ვერ ავითვისებდი, მაგალითად მეგონა რომ კომპიუტერს ვერ ავითვისებდი, მაგრამ მივხვდი რომ ყველაფრის ათვისება შემიძლია, არანაირი პრობლემა არ არის. მაგალითად ვერ ვიცეკვებ ბალეტს. ვერ ავითვისებდი ალბათ ჩინურ ენას. ცხოვრებაში ვერ ვისწავლე, არც ერთხელ არ მისწავლია ფიზიკა. მე მგონი აი ტრუბაზე დაკვრას ვერ ავითვისებ ვერასოდეს და მაგრამ მინდა რომ დაუკრა, მაგრამ ვატყობ რომ არ გამოვა ეგ საქმე. სპორტის გარეშე წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება. როდესაც მე ალბათ 1 თვე ან 2 თვე მოხდება ისე რომ ვერ ვივარჯიშებ, საოცრად სუდად ვგრძნობ თავს. ბავშვობიდან ყოველთვის ვარჯიშობდი და ეხლაც ვარჯიშობ. ყოველთვის ხდება ის, რომ წელიწადში ერთხელ, რაღაც 3 თვის განმავლობაში ან 4 თვის განმავლობაში ვარჯიშობ.
დღეს მაგალითად მე და გიო გრამიშვილი ავერით იმაზე რა ქვია უსპარსე ბევრი ვირბინეთ, ნუ ეს უნდა ყოფილიყო 8 საათზე, მაგრამ მოგვიწია 12 საათის მამით ეძინა. აპახმელიაზე ვიყავით ორივე და ნუ ხვალაც მე მგონი გავიმეორებთ და ზეგას. მარტო ვარჯიში არ მიყვარს. აი სირბილი და რაღაც. ფეხბურთის თამაში მიყვარს. ყოველდღიურ რეჟიმში ჩავსვა, კალათბურთს აუცილებლად. ძალიან ბევრ დროს ვუთმობ სპორტს, დავდივარ ტრენაჟერებზე და ყოველთვის ვცდილობ ვიყო ფორმაში. ნუ ისე სუბუქად სახში რაღაც აჯიმანიებს და რაღაცებს ვაკეთებ. დილას დავბივართ ხოლმე მე და დათო. დილით ნუ არც ისე ადრე, დაახლოებით 10 საათზე ავდივარ პუსტბაზე და რამდენიმე წრეს ვაკეთებ იქ. ხშირად მიწევს სპორტით დაკავება. ზამთარში თებში და ზაფხულში ბარში. პრინციპში დღეში 1 საათი ვცდილობ რომ დავუთმო როგორც წესი. არასდროს არ ვუთმობ სპორტს, იმიტომ რომ ეს ის საკითხი, რომელიც არ ვიცი, არ ვერკვევი და შემიძლია ვთქვა, რომ არც მიყვარს. იყო, ნუ დრო იყო პერიოდი, როდესაც ძალიან ისე მე და სპორტი მეგობრობდით ერთმანეთთან, მაგრამ მოხდა ისე, რომ არა, დამავიწყდა ეს ყველაფერი როგორ ხდება. რა დროც მაქვს ყველაფერს უთმობ სპორტს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით წყლის თხილამურები. სპორტი მიყვარს, ანუ სულ უკეთ ვარჯიშობ ხოლმე ხანდახან, მაგრამ ეხლა ფიზიკურად ამისთვის არ მცალი. ვერ ვიტყვი რომ დრო არ მრჩება სპორტისთვის, მაგრამ სურვილი მაქვს, მაგრამ ძალიან მეზარება ხოლმე. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დავიწყებ ვარჯიშს. ჩემი საყვარელი ფრაზა, რასაც ხშირად ხმარობ, არის ჩემი ძმა. გაიხარე, ჩემო კარგო. რას დაეძებ? წევრი ხალისობა. გენაცვალი, ძალიან მიყვარხარ, ეს არის ჩემი სიტყვები. ძალიან ხშირად ხმარობ ხოლმე ამ სიტყვას პროსტა. ეხლა მაქვს აჩემებული რა, მინდა გითხრა რომ ყველაფერს ესე ვიწყებ ხოლმე. ჩემი საყვარელი ფრაზა არის что не случается, всё к лучшему. საყვარელი ფრაზები ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ეხლა დავლახრებ. ძალიან ხშირად ვხმარობ ორ სიტყვას მიყოლებით, ეს არის კაშმარ, უჟას. მაპატებთ კაშმარ, უჟას რა. არას, ყველაზე ხშირად ვხმარობ არას. ყველას ვეძახი დოქსის. არ ვიცი რატო ეს მაგაჩვენებული, თუ ათვისებული. ძალიან ხშირად ვიხდი ბოდიშს, ნუ სულ გონია რომ ვაწუხებ ადამიანებს და ეხაც ალბათ აი სიამოვნებით მოვიხდიდი ბოდიშს. ჩემი საყვარელი ფრაზა არის გენაცვალი. რაც უფრო დიდი ხარ, უფრო მინდი ხარ. რას დაეცებ? აი, ყველაზე მთავარი ჩემი ფრაზა, რას დაეცებ? იურია გაფრთხილდება. ცრურწმენების ნაწილობრივ მჯერაკი. ბავშვობაში მქონია ესეთი რაღაცა, რომ აი აქ თუ გადახვალ ესე თუ გაივლი ორიანს მიიღებ, ან შავმა კატამ გადაირბინა ან რაღაცა, ესეთი ყველას აქ ეხა არ არსებობს. სრულწმენების არ მჯერა. შეიძლება არ მჯერა მე სრულწმენებს, შინაგანად დაძაბული ვარ, რატომ გადავიმირბინა კატა. ადრე უფრო მჯეროდა. უფრო ეხლა აღარ ვაქცევ აბსოლუტურად ყურადღებას, აი თუნდაც შავი კატა რო გადამირბენს, თავისუფლად გავდივარ და არც ფიქრობ იმაზე, რომ აი გადაირბინა და ამას რა შეიძლება მოყვეს. არის რაღაცები, რაც უნდა თქვა ჯეროდეს და ეს წინაპრებისგან გადმოცემით რაც ვიცი და ეს კატა და ეს რაღაცები არსებობს. ცრურწმენების არ მჯერა, ერთადერთი ვცდილობ, რომ ორშაბათს არ დავიწყო ხოლმე გადაღება. ღამე არ მოიჭრა ფრჩხილი თუ რაღაცან არ შეკერვან. რაღაც ეგეთ სისულელების მარილო დაიყება ვიჩხუბებთ, ან დანა არ მომსახელში ვიჩხუბებთ. ეგეთ რაღაცებს არ მჯერა. იცი ისი მჯერა, აი რუსები ამბობენ ზნაკი, აი ნიშნების მჯერა. თუ შეიძლება ძალიან ყოველთ რაღაცა რო ხდება, იმის წინ რაღაც ნიშანია, რომელიც შეიძლება იგრძნო. თუ დაინახე ეს ნიშანი, თუ საკმაოდ გახსნილი ხარ იმისთვის, რომ ეს ნიშანი დაინახო, შენ შეგიძლია ის რაც მოხდეს, უბრალოდ გადაწიო. სრულწმენებით საერთოდ არ ვინტერესდება. სრულწმენების მჯერა და ყველაზე ცუდია, რომ შემდეგ ვიწყებ მათ გაანალიზებას და სულ მგონია, რომ ეს არის წინასწარი ნიშანი იმის, რომ რაღაცას უნდა მიმხვდარიყავი და ვერ მივხვდი. ერთი რაღაცა მაქვს დაჩემებული სახლიდან გამოვდივარ. თუ უკან შებრუნება მომიწია რაღაც დამრჩან რაღაცა, ამ შემთხვევაში ეს არ გაშებიყურება. ფულის შემოსვლა, ესე იგი, ფული შემოდის, როდესაც მარცხენა ხელის გული გეფხანება. ნუ იმდენად გათავისებული მაქვს, რომ ჯერა. პურს ვატრიალებ ხოლმე მაგალითად.